მოგესალმებით, ჩემო საყვარლებო, დღეს მოვედი ასეთი საჯარო გაშლით, რისი შიში აქვს თქვენს პარტნიორს ყველაზე მეტად. მოკლედ, ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ, რომ მამაკაცებს აქვთ ზოგადად შიში სერიოზული გრძნობების და სიყვარულის. მით უმეტეს თუ გრძნობენ, რომ ეს სიყვარული საერთოდ სულ სხვა შეგრძნება იმისგან განსხვავებით, რა წარმოდგენაც მათ ჰქონდათ ზოგადად სიყვარულზე, ეს მათ აშინებთ. და კიდევ უფრო მით უმეტეს აშინებთ მაშინ, როცა ეს მამაკაცი არის წარსულში უკვე ტრამვირებული. წინა პარტნიორთან რაღაც ისე ვერ აეწყო, რაღაც ისე ვერ დალაგდა. მით უმეტეს კიდევ უფრო თუ წინა ურთიერთობაში განიცადა ღალატი, მიტოვება და ასე შემდეგ, მათ რჩებათ ქვეცნობიერში შიში, რომ ყოველი ახალი ურთიერთობა განმეორდება იგივე სცენარით. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ჩემო კარგებო, როცა პარტნიორი მოულოდნელად ქრება, მანამდე თუ ყველაფერი კარგად მიდიოდა და ესე უცბად გაქრა ცხოვრებიდან, იცოდეთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მას გრძნობების სიღრმის შეეშინდა და ერჩივნა, რომ ცოტა ხანი ჩამოშორებული იყო ურთიერთობიდან და საკუთარ თავში გარკვეული იყო, რა იყო ეს გრძნობა და რას გრძნობს საერთოდ, იმიტომ რომ სჭირდებათ მაგათ პერიოდი. ჩვენ უცბად ვიცით გააზრება ქალებმა, რომ რა არის ეს გრძნობა, რა გვჭირს, რატო გვემართება ასეთი რაღაცეები, რაც სიყვარულს და ამ მოვნებას და მიზიდულობას უკავშირდება და მამაკაცებს ეს ყველაფერი აბნევთ და ასე მარტივად ამ გრძნობის გადახარშვა და სახელის დარქმევა უჭირთ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ პარტნიორები აკეთებენ ურთიერთობაში პაუზას. მიეცით დრო, არ ჩავარდეთ ისტერიკაში, არ დაუწყოთ დევნა და გარკვევები თუ რატო გააკეთა და რატო მოიქცა ასე. მას სჭირდება სივრცე, რომ თავი იგრძნოს დაცულად. რადგან სიყვარული ზოგადად მათში აღვიძებს დაუცველობის განცდას და არ იციან, იბნევიან, როგორ მოიქცნენ, როგორ მიუდგნენ სიტუაციას. იცით როგორ არის, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში უფრო შეუძლიათ მიხვდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ დაიცვან თავი, მაგრამ როცა რეალურ გრძნობას და რეალურ სიყვარულთან უწევთ შეჯახება, ამ შემთხვევაში ძალიან იბნევიან. კარგით, მაშინ ჩვენ პირველად გადავიდეთ ახლა გაშლაზე და ვკითხოთ ჩვენ ასეთ ულამაზეს დასტას ლენორმანს, რომლის გაშლებიც თქვენ ძალიან მოგწონთ და მეც ძალიან მიყვარს დასტა ლენორმანი, მიუხედავად იმისა, რომ ტაროტს ძალიან კარგად ვიცი. ვკითხოთ, რისი შიში აქვს თქვენს პარტნიორს ამ ურთიერთობაში. რისი შიში აქვს? ვაიმე, რაზეც ვილაპარაკე, ჩემო კარგებო, ერთ-ერთში რისი შიში აქვს? აქვს სიყვარულის შიში, ზუსტად. აქვს გრძნობების გამოხატვის შიში. აქვს იმის შიში, რომ თუ გულს გაახსნის და გრძნობებში გამოგიტყდებათ, ეს ყველაფერი საკეთილდღეოდ კი არ დასრულდება და კარგ სცენარებს კი არ ატრიალებთ თავში, არამედ ყველაზე ცუდ მას წარმოიდგენს, სცენარს წარმოიდგენს, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა წარმოიდგინოს. შიში აქვს ზუსტად იმისი, რომ გაჩვენოთ რეალურად რას გრძნობს ის თქვენს მიმართ, რომ გამოხატოს ეს ემოციები, რომელიც გულში აქვს. შიში აქვს იმისი, რომ არ იცის ამ ადამიანმა თქვენთან და ამ ურთიერთობაში ზოგადად რა ელოდება. გონია, რომ ისევ იგივე სცენარის გადატანა მოუწევს და ისევ გული ეტკინება და ისევ გულს გაუტეხავენ, ამიტომ იკავებს თავს. ზუსტად, აბსოლუტურად რაც ვილაპარაკე, ლენორმანი აბსოლუტურად სიტყვით მიდასტურებს ამ ყველაფერს. ზუსტად
გაოცებული ვარ ჩემო კარგებო ჩემო ძირფასებო მეცინება აი ზუსტად ამ ადამიანს ამ თქვენს პარტნიორს კონკრეტულ მამაკაცს წარსულში ჰქონდა ქალთან კონკრეტულ ქალთან გამოცდილება და არ გამოურიცხავა ეს ქალი პირდაპირ მეუღლე იყო მისი ყოფილი ნამდვილად კი ეს ინფორმაცია მოდის რომ ვიღაცისთვის ყოფილი მეუღლე იყო ეს პარტნიორი ამ მამაკაცის რომელთანაც ამ მამაკაცს აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება რომელმაც შესაძლოა ესე უცაბედად მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა მისი ცხოვრებიდან და დასრულდა მათი მრავალწლიანი ურთიერთობა რასაც მრავალი წელი ეს ადამიანი აშენებდა და ფუნდამენტს უყრიდა ამის გამო ყველა შემდეგ ურთიერთობაში აქვს ეჭვები და შიშები რომ იგივე პარტნიორები არ განმეორდეს ამიტომაც არის ზოგჯერ დისტანციური, ამიტომაც არის ზოგჯერ ცივი თქვენს მიმართ, იმიტომ რომ არ იცის ამ გრძნობას, ამ სუფთა ემოციას როგორ მოეპყროს, როგორ მიუდგეს, რადგან მისი გული არის ამ მომენტში სრულიად ტრამვირებული, ჩემოკარგებო და ამიტომ ეს ადამიანი არჩევს ხოლმე, რომ დაიმალოს, საკუთარ თავში ჩაიკეტოს და განცალკევებით გადახარშოს ყველაფერი, შიში აქვს, აი პირდაპირ გაგებით შიში აქვს, რაც აღწერე. და სწორედ თქვენთან ურთიერთობამ განუახლა ჩემკარგებო ეს შიშები მას. სწორედ ამიტომ შეჩერდა თქვენი ურთიერთობა შუაგზაზე, მაგრამ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ თვითონ არის ამ პაუზის გამომწვევი და თავის თავს თვითონ ებრძოლება და ჭამს იმის გამო, რომ თქვენ ასეთი ღირსეული ქალი შემოხვედით მის ცხოვრებაში და თქვენი თავი სამყარომ ხელახალ შანსად გამოუგზავნა, მაგრამ ზუსტად იმის გამო აიდანაშაულებს ახლა თავს, რომ ეს კარგი შანსი, ეს ძვირფასი შანსი, რომელიც ცხოვრებამ მისცა კიდევ ერთხელ, რომ ყოფილიყო ბედნიერი, მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, ზუსტად ამიტომ, რომ ძალიან ბევრი სტრესი აქვს გადატანილი ამ ადამიანს, ძალიან ბევრი დარდი და უძილო ღამეები აქვს გადატანილი და ნერვიულობა აქვს გადატანილი წინა ურთიერთობაში და გონია რომ იგივენაირ ტკივილს განიცდის, იმიტომ რომ ყველაფერი წინა ურთიერთობაში ასე კარგად და ლამაზად დაიწყო, მაგრამ უცბად მოხდა ის, რაც მოხდა, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. და აქედან გამომდინარე ვერ აკეთებს ეს ადამიანი ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებას, არ იცის რა ქნას, არ იცის რა გზას დაადგეს, არ იცის საით წაიყვანოს ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველა მომენტში, როდესაც უნდა რომ თქვენს მიმართ ნაბიჯი გადმოდგას, ახსენდება ის ძველი განვლილი პერიოდები, რამაც მას მოუტანა უდიდესი ზიანი, როგორც მენტალურად, ისევე ფიზიკურად, ისევე ფინანსურად, ყველანაირი კუთხით. ამიტომ ეს ადამიანი ირჩევს, რომ გამოიჩინოს ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ ნაბიჯები თქვენსთან მიმართებაში არ გადადგას სწრაფად და არ აჩქარდეს, თუმცა თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი კი არა, უმნიშვნელოვანესი ქალი ხართ. ზუსტად თქვენ შეიტანეთ მის გონებაში და მის ცხოვრებაში ისეთი უდიდესი ცვლილებები თქვენი გამოჩენით, თქვენი სითბოთი, თქვენი დამთმობი ხასიათით, თქვენი მკურნალის ენერგიით, თქვენი იმ მიდგომით, რომ არ უწყობთ ისტერიკებს და არ ხართ წონასწორობა დაკარგული ქალი. ამ პირიქით ძალიან ჩამოყალიბებული ქალი ხართ, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გამოიწვიოს და შეიტანოს, ამ ადამიანის ცხოვრებაში თქვენი შეცვლით, ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა. ჩემოკარგებო, ის მიხვდა, რამდენად ღირებული ქალი ხართ თქვენ მისთვის და მის ცხოვრებაში, რომ თქვენში
დაინახა ძალიან სუფთა გულწრფელი ემოციები, გულწრფელი სიყვარული, გულწრფელი მიდგომა, რომ თქვენ არ თამაშობთ ფარულ, ინტრიგნულ თამაშებს და არ ხართ ისეთი, რომ საკუთარი თავის და საკუთარი მეს გამორჩენაზე იყოთ ამ ურთიერთობაში. თქვენთან ამ ადამიანმა იგრძნო სრული სიმშვიდე და ქაოსის შემდგომი პერიოდი თქვენთან ურთიერთობაში აღმოჩნდა როგორი, იცით, რომ სახში დაბრუნებას გავდა ჩემო ძვირფასებო, თქვენ მას სუფთა სიყვარული და სრული ნდობა მიეცით. დაანახეთ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი გრძნობა, ნამდვილი ემოცია და ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ერთგულება. არ ინერვიულოთ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი გადალახავს ამ თავის შიშებს, შეეცდება, რომ თავისი არეული ცხოვრება და ის წარსული ტრამვები ჩააბაროს სულს და თქვენ იმხელა ფასი და ღირებულება გაქვთ ამ ადამიანის ცხოვრებაში და ამ ადამიანის გულში, რომ ეს ადამიანი უკაცრავად დიდხანს ჩუმად ნამდვილად ჯდომას არ აპირებს და ცოტანელი ტიპი კი არის ბოდიში თუ ბრჭყალებში ვახსენე. ძალიან ნელი არის ამ საქმეში, იმიტომ რომ ძალიან დიდი პერიოდი აქვს ტრამვირებული გამოვლილი რა და დააცადეთ ჩემო კარგებო, თქვენ თუ ეს ადამიანი და ვხედავ რომ გიყვართ მთელი გულით, თუ მზად ხართ რომ მას დაელოდოთ და მისი ეს ემოციური ჭრილობები და ეს შიშები როცა გადალახავს, დააცადეთ, რომ გადაელახოს ეს თავად და თავად გადახარშოს და თქვენი სიყვარული და თქვენი მშვიდი მიდგომა და თქვენი ხასიათი მას დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად მალე შეეცადოს, რომ გაუშვას მისი გულიდან და მისი თავიდან ეს რაღაცა ტანჯველი სცენარები და თქვენთან წამოვიდეს სრულიად სუფთა და სრულიად გულწრფელი საუბრით. თქვენთან გაიხსნას და მისცეს თავს უფლება, რომ ხელმეორედ იყოს ამ ცხოვრებაში ბედნიერი და მშვიდი, რასაც თქვენ ამ ადამიანს ჰპირდებით ერთმნიშვნელოვნად და ისაც ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ძვირფასი ქალბატონი მის ცხოვრებაში, რომლის ადგილსაც სხვა ვერცეთი ქალი ვერ დაიკავებს. იმ ხელა შთაბეჭდილება მოახდინეთ თქვენ მასზე, რომ ამას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს აბსოლუტურად. მე თქვენ გისურვებთ მშვიდ ჰარმონიულ ცხოვრებას, ჩემო კარგებო და მინდა რომ ყოველივე საუკეთესო მოხდეს თითოეული ქალისა და თითოეული მამაკაცის ცხოვრებაში. დაგემშვიდობებით დღეს სულ ეს იყო ჩემი საჯარო გაშლა დღევანდელი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. პირადი ინდივიდუალური გაშლებისთვის ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაცია დევს ჩემს გვერდის აღწერაში. ვისაც გაინტერესებთ, მე მზად ვარ, რომ თქვენს ნებისმიერ დასმულ შეკითხვას უპასუხო სრული სიზუსტით. მადლობა, რომ მისმენდით.